რა ყველაფერი როგორ გავამასხრეთ რა. სამღვდელოებას რა თუნდა ქიმიკოსობა. ჯაბოსნობას რა თუნდა მღვდლობა. კალათბურთებს რა უნდა მღვდლად გამაგებინეთ ერთ ხალხნო. რა უბედურება გჭირს, აი ეს არის, აი მთელი ერი არის გაზარმაცებული საბჭოთა სისტემიდან მოსული და აი ვინც ახლა იბადება ახალგაზრდები 20 წლის ვინც არიან 25, აი ეს რო დაიკავებს ადგილებს 10, 20, 30 წლის მერე და ეს ხალხი უკვე იქით ვაგონებში შეერეკება და კუკუ საიქიოსკენ, მაშინ შეიძლება რამე იყოს ჩვენც აღარ ვიქნებით მაგ დროს და აი ისე მე არანაირად არ მესახება ქართველების ეკონომიკის აყვავება. ეგ არის გამორიცხული. აი საქართველოში 831,000 პენსიონერია. იმიტომ რომ გაჭიმა 80 წლამდე მიდიან 80 წლამდე ამასობაში წამოეწია სხვა 60 წელი 65 ხო? ხალი 60, 65 კაცი. გაიზარდა პენსიონერები. ახალგაზრდები კიდე იხოცავენ თავს. 1 ოქტომბერს 18 წლის ბიჭი აკადემიის შენობიდან გადმოაგდეს თუ გადმოვარდა კაცშვილმა არ ვიცით. ყველა იძახი სტუდენტი არ იყო, რა უნდა და მაშინ იმას იქ რა სიხდიდან, რა ფართი იყო, რა ბარდაგია. რადგანაც ეს სამხატვრო აკადემია ვერაფრით ვერ გავიგეთ. დღეს ამის საჭიროებაა ქართულ სივრცეში. ან ამდენი რა თქვინდა, იმიტომ რომ ფულიანი რო გახთა და რას ატყუებთ მშობლებს კიდე. ან ეს ახალგაზრდები რამ გამოგვათაყვანა. სპეციალობა ისეთი არჩია, ან მანდ გამოგადგეს, ან საზღვარგარეთ. თუ მანდ ვერ იშოვე, გარეთ გახვალ. და მანდ ისწავლე რამე და საზღვარგარეთ ისე მოხუც უნდა მოუვა, რომ ხო ფსიქიკურად დაზიანდებით რა. ყველაზე მეტად ფსიქიკურად ის ადამიანი უძლებს საზღვარგარეთ მუშაობას, რომელსაც არც სკოლა გაუულია საქართველოში, არც უმაღლესი დაუმთავრებელი. აი ეს ფსიქიკა მისი მორგებულია და არ უჭირს მუშაობა. და ხალივ ნახე, ნევრები აღარ ყოფნიცო. ნახე ესე იგი დამელაპარაკა იტალიიდან. მე ყვები იმას, რაც გაგონილი კი არა მაქვს, რაც დაველაპარაკე. ნერვები აღარ ყოფნის. რატომ მეთქი? რა ვქნო აი იძულებით თუ იმუშაობდა. რა სპეციალობით იყავი მეთქი საქართველოში? მე ჟურნალისტი ვარ. ხა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დამთავრე ჟურნალისტიკის განყოფილებით განათლებული და აღარ შემიძლიაო რა. აი გისავ გევარო რა. ნუ თუ რატო იკლავთ ას წადი საგან. იძულებული ვარ. აი ხა და მისი ფსიქიკა ვერ ეგუება ამას. სამაგოროდ მე ვიცი ხალხი, რომელიც ძალიან ადვილად მუშაობენ. ფსიქიკა მორი ყველა სამსახურის შესაბამისი ფსიქოლოგია ჭირდება, ფსიქიკა ჭირდება. ხო, რაოდენ ახლა რთულია მუშაობა ფაბრიკა, ქარხანაში, თუნდაც რომელიმე ევროპაში მუსიკოსი, რომელიც არის ძალიან კარგი მუსიკოსია. რატო არ ჭირდება საქართველოს მუსიკოსი? დახური მაშინ ეგა. აი რატო? აი ჩვენი მეგობრის მაგალითზე. დაამთავრა მაგა, ყველაფერი გაიარა. თუ რამე გასავლელი იყო, გაიარ გამოიარა. მე საქართველოს რატო არ ჭირდება ეს? რატო არ ვინახავთ მუსიკოს საქართველოში? რატო? იმიტომ რომ ადგილი დაიჭირა ჩონგურმა, ფანდურმა და ქუჩებში არიან დაფანდურობენ, არ მინდა ვუხია, დაფანდურობენ. ეს არღნის ცნობიერება, ფანოგის ცნობიერება როგორ გამრავლებულა საქართველოში. იოლიგზით ფულის შოვნა, ღიბ გადმოგდებული სუფრაზე მიგიწევენ, სამკაც ბღავი ხარ, დაჭრილი დათვი და მთრალკაც მეტი რა უნდა წამოხდება და ბუქნაობით მოინელებს საჭმელს, რათა კიდე გააგზავნოს ჭამასმა. ხალხნო, ერი არის დაავადებული, რატო არ გინდათ ეგ აღიაროთ? ავადმყოფს არ უთხრას ექიმა ავათახარო? ამიტომ უნდა ეჩხუბოს ექიმს ავადმყოფი. ერი მართლა დაავადებულია ხალხო, არ გჭირათ ეგა. შეისწავლეთ რა ეგა რა. და კიდე არის ახალი თაობა, შევიწროებული, რეპრესირებული არის ამ იდიოტების მიერ და მთავრობაში ძველი თაობის წარმომადგენელია, ძველი ცნობიერების. აი ის გნოსიოლოგია აქვს, საბჭოური გნოსიოლოგია არის 150 კამზეროზის უკანალით. ხები და თუ არ დაიქცა სახელმწიფო მანამდე, ეს ახალგაზრდობა აიღებს რა ვერხს რა. ხო არ შეწყდები ახლა გამრავლება. მე სხვა იმედი ნამდვილად არ მაქვს ქვეყნისა რა. და ჯერჯერობით ისევ ესე მიდის გრევისკენ ნელ-ნელა. აი როდის შემოვა ახალი ტალღა რა. როდის მოხდება ხარისხის გაუმჯობესება ერის გენეტიკისა და ყველაფრის. პირველი უნდა აილაგმოს ქვეყნიდან რელიგია. ეს უნდა აილაგმოს სახელმწიფო დონეზე, უნდა დავიდეს ეს ინდივიდუალურ დონეზე. თუ ვინა ქვას ახალე თავი, ჩვენ თავი დაგვანებე. ხო, უნდა ჩამოერთვას ეს ამხელა ტერიტორია სამღვდელოებას, ტაძრები. ეს რაღაცა ჩინებით რო დადიან წმინდანების, როგორ დადიან იცით? როგორ იცი უნდა დაუჩოქო და უნდა რა ემთხიო ყველებზე რა უკაცრავად პასუხია. საშინელება ხალხნო ეგა. და მე მსგავსად ირანი ჩვენზე წინა დგას. უზახეთ ახლა შიიტები. ჩვენა ვართ მე მგონი ჭიიტები. ის შიიტია, ჩვენ ჭიიტები ვართ. სუნიტები თურქები ყავს. რატო გაქვთ ჭიიტები? და ყვიიტები კიდე. ყიიტები და ჭიიტები. ხო, თქვენ გაშიფრეთ ეგა. გაგიჟდებით ხალხნო რა. რა ფანტაზიები არის მეგობრებო, რა იგ რო დაჯდები ახლა, რა ვის ატყუებ, რა ფაბრიკას ამიშენებ, რა ქარხანას ამიშენებ, არ გაბრიყდეთ რა. ან არჩევნებზე არ წახვიდეთ, ან თუ წახვალთ, ისევ ამ აყურებულ კონცეფტს მიეცით ხმა. თუ არ წახვიდეთ რა. არაფერი არ გამოვა. თაობას ველოდებით. ამიტომ მე რევოლუციის მომხრე არა ვარ. რა აზრი აქვს რევოლუციას?
ჩამოაგდეს, ვინ უნდა მოვიდეს მე. კაცის მკვლელი სათავეში რამეს გამიკეთებ, მაგალითად რევოლუცია, ბანდა შეყვარით, დავახოცეთ და მოვიდეთ. შენ კაცის მკვლელი ხარ. შენგან რას უნდა ველოდე? იმიტომ იყო კომუნისტებმა კაცის მკვლელები იყვნენ. მე დახოცეს სულ ყველა. რა აგვიშენეს ტერორი. და სათავეში მე სტალინი იყო ეს უდიდესი ტერორისტი. ალბათ საჭიროებდა ესეც ღმერთმა განაწესა, ისე კი არ არის მართლა. ღმერთმა განაწესა ეგა. აგინეთ რამდენიც გინდათ. ვინ სახურებდით ამას? მაგრამ ხოტბის შესხმა ჩემგან ესეთ ხალხზე არ გამოვა. ეს კერპ თაყვანისცემლები სატანას ემსახურებენ, თავისი როლი აქვს და ჩვენ დისტანცირებული ვართ ასეთი, ჩემთვის ესენი არაფერს არ წარმოადგენენ.